მამისათა და ძისათა და ძმიდისა სულისათა ჩვენთან არს ღმერთი. ყველას გილოცავ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალმა გასცეს თქვენ და სრულიად საქართველო ამინ. დღევანდელ დღეს დანა და ძმანა მოგეხსენებათ გასულა მარხვა პეტრე პავლოვისა, ესე ეწოდება ამ მარხვას პეტრე პავლოვის მარხვა, რომელიც თავდება აი ამ დღესასწაულით და ვახსენებ მოციქულთა პეტრესა და პავლეს ამ დღეს ყვალინდელ დღეს ჩვენ ასევე აღვნიშნავთ 12 მოციქულის ხსენებას, მაგრამ დღევანდელ დღეს განსაკუთრებულად აი ამ ორი ადამიანის. ეს ორი ადამიანი მინდა გითხრათ, რომ როგორც ორი სხვადასხვა ნაპირი, ესეთი განსხვავებულები არიან ერთმანეთისგან. აი ხატი ხო ყველას გინახავთ პეტრე პავლეს, გინახავთ აგერ ცენტრალურ ანალოგიაზე ბრძანდება ხატი პეტრესი და პავლესი და ხედავთ როგორ არიან ჩახუტებულები ერთმანეთთან. ხო რაღაცა ესე სიყვარულის გამოვლინება, ძმური სიყვარულის გამოვლინება, როგორ არიან ისინი ერთმანეთთან. მაგრამ ეს ისე არ იფიქროთ, რომ მაცხოვრებაში ასე იყო. და ზოგადად, გონია თქვენ ხშირად ადამიანის წარმოდგენაში ესეთი რამ არის, რომ წმინდანი უშეცდომოა. არ არის ეს. წმინდანი ჩვეულებრივად ახლავს თავისი ცოდვები იმასაც აქვს. უცოდველი ამ შემთხვევაში ვიზე შეიძლება ითქვას თორე იესო ქრისტეზე განკაცებულ ღმერთზე, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელზე, მაგრამ ამ ორ ერთ ადამიანზე, თქვათ ღმერთკაცზე და ღვთისმშობელზე თუ არ ვილაპარაკებთ, ნებისმიერი ადამიანი როგორი სიწმინდის რანგშიც არ უნდა ყოფილიყო, აუცილებლად აქვს რაღაცა შეცდომა და აუცილებლად შეიძლება წინააღმდეგობაში მოდიოდეს სხვა ადამიანთან. ამიტომ პეტრე და პავლე რო გითხარით, როგორც ორი სხვადასხვა ნაპირი, შეერთდა ერთმანეთს ეს კალაპოტი, სადაც ფონი არ იძებნებოდა, ფონი მოიძებნა ქრისტეს საშუალებით. და რატომ, როგორ ამის შესახებ მინდა გითხრათ ორივე სიტყვით, ძალიან მოკლედ მათი ცხოვრების შესახებ და გითხრათ, რომ აი რა იყო მოციქულობა მაშინ და რა არის მოციქულობა დღეს. წარმოიდგინეთ პეტრე მოციქული, რომელიც მებადური კაცია, მეთევზე კაცია, რომელსაც არ აქვს ახლა დიდი განათლება, მაგრამ მერთვის ძებნელი კაცია თავისი სულთა ბუნებიდან გამომდინარე, მას თავისი ძმა, უფროსი ძმა ანდრია მიყვანს იესო ქრისტესთან და გააცნობს იესო ქრისტეს და გახდება მისი მოწაფე. ანუ ის პირველი დღიდან გახლავთ, შეიძლება ასე ითქვას, მაცხოვრები მარმა, როდესაც მოღვაწეობა დაიწყო, პირველი დღიდან გახლავთ სწორედ პეტრე მის გვერდით და არ მოშორებია მას არ ჩავთვლით იმ ჯვარცმის მომენტს, როდესაც მას შეეშალა და უარყოფდა თქვა, რომ არ ვიცნობ ამ კაცს, თუმცა კი ძალიან მოინანია მე ეს ყველაფერი. პავლე მოციქულს რაც შეეხება, ის არის გულმხურვალე მორწმუნე ებრაული სარწმუნოებისა, ებრაელთა ღმერთისა, ერთი ღმერთისა, შემცისა და ქვეყნის შემოქმედისა, აბრაამის ღმერთისა და ამ გულმხურვალებასთან ერთად არის ძალიან განათლებული, ძალიან ნაკითხი. მაშინდელ სამყაროში ეს ძალიან იშვიათობა იყო, მოგეხსენებათ, არ იყო ეს ადვილად მისაღწევი, რომ ესეთ განათლება მიგებო ადამიანს, მაგრამ პავლეს ეს ყველაფერი ჰქონდა და ჯულის მოძღვარი ჰყავდა მას გალილეელი, რომელთან შეხვდათ მისდებოდიო თვითონ სამას თავის ეპისტოლეში, ანუ მის ფერდთან ჯდომა ნიშნავს იმას, რომ ისმენდა მის სიტყვას და იმ განათლებული მოძღვრისგან ძალიან ბევრი დარიგება მიიღო და პირველი მდევნელია ქრისტიანობისა. მდევნელი არა მარტო იმითი, რომ თქვას რაღაც გამოდის და სიტყვით ამბობს, რომ რაღაცნაირად არ მოსწონს მას ქრისტიანული მოძღვრება და ეს ახალი მოძრაობა. მდევნელი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, როდესაც სტეფანე პირველ მოწამის ჩაქოლვას აპირებენ ებრაელები და ჩაქოლავენ კიდეც, პავლე იქ დგას და ამას ყველაფერს თვალს ადევნებს, რატომ? იმიტომ რომ ხელმძღვანელი იყო ამ საზოგადოებისა, რომლებიც ქრისტიანებს დევნიდნენ და ჩაქოლვას უპირებდნენ. და პავლეს გამოცხადება მოზდის დამასკოს გზაზე, დამასკოში მიდის სწორედ ამ მიზნით, რომ იქ გაქცეული ქრისტიანები, რომლებმაც თავი შეაფარეს დამასკოს, უნდა მოაგროვოს ეხლა ის ხალხი და ისინიც უნდა ჩამოათრიოს ძალისმიერი მეთოდებით, სპეციალურად ამბობ ამ სიტყვას, ჩამოათრიოს, და ჩამოათრიოს, იმდენად არის გამწარებული აი ამ ქრისტიანულ სარწმუნოებაზე. და აქ და სასჯელს გადასცეს. და გამოცხადება აქვს გზაზე, რომ აი საულე ერქვა. უпростоრად საული ერქვა. ჩვენ საულეს ვამბობ ხოლმე თანამედროვე ქართულად. სიამდვილეში საული იყო. ვისაც ძველი ალფაბეტის ისტორია გახლავთ, პავლე იყო ბენიამინის ტომიდან. ბენიამინის ტომიდან იყო პირველი მეფე ისრაელთან, რომელსაც ასე საული ერქვა და ძალიან გავრცელებული იყო ეს ბენიამინის ტომი და ისიც საული იყო. აი რაღაც ესე როგორც ხო იცით, აქ რო არის ბაბუას შვილის სახელი, შვილის ბაბუის სახელი რო ქვია და
ესე რომ გადადის და გადადის, სწორედ ესე საული ძალიან ბევრს. და მას შეეცვლება სახელი ეწოდება პავლე და შეეცვლება მთელი მისი ცხოვრება. იცით რა, მე ძალიან ზრელად გიყვები, აქ მთელი დეტალებია. იქ გამოცხადდებისა პავლე რო ეკითხება რომ ვინ ხარ შენ და სახელი აინტერესებს მერტის, იმიტომ რომ რა სახელით გამოიცხადება და მე ვარ იესო ქრისტე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეხლა შორს აგვიყვანს, უბრალოდ სხვა მიმართულებას მოგცემს ეს საუბარი. ამიტომ მე კვლავ დავუბრუნდები ამ თემას, რომ წარმოიდგინეთ, პავლეც გახდა მოციქული. პეტრე მოციქულია პირველი დღიდან. გუშინ ეს კაცი მდევნელი იყო და დღეს გახდა მოციქული. ამიტომ რა თქმა უნდა შეთანხმება მათ შორის ესე ადვილი არ არის, იმიტომ რომ პავლე რომელიც გამოდის და სწავლებას იწყებს, პეტრე მას ეტყვის რომ კაცო, მე როცა აქ ვარ, შენ რა უფლება გაქვს ვასწავლო? გუშინ ქრისტიანებს დევნიდი და მე კიდე პირველი დღიდან ქრისტესთან ვიყავ. ესეთი რამ დღევანდელობაში არ მოგისმენია? შენ გუშინ მოხვედი ეკლესიაში რა იცი? მე დიდი ხანია ვარ. ხო მოგისმენია? ამიტომ ასულ არ არის გასაკვირი, რომ პავლესაც და პეტრესაც ესეთი პრობლემა ქონდა. პავლე ამტკიცებს, რომ არა, მე ვარ ისეთივე. არა აქ ამას მნიშვნელობა რომ ის მოვედა. მე ვარ ისეთივე მოწოდებული მოციქული იესო ქრისტესგან, როგორც არის პეტრი და სხვა. პავლე ამტკიცებს, რომ დანა მე არ მაქვს უფლებაო, რომ ესეო როგორც კეფა ერქვა მინდა გითხრათ ასევე პეტრეს სახელის შესახებაც ორივე სიტყვით, რომ სინამდვილეში პეტრი არის ბერძნულად რომ დაიწერა სახარება, ეს არის ებრაულიდან გადათარგმნეს ეს სახელი. სინამდვილეში პეტრე მოციქულს ერქვა სიმონი და მას ებრაულად იესო ქრისტე დაარქვა კეფა. მაგრამ კეფა რო დაეწერა, ეს არ გამოხატავდა იმ სინამდვილეს, რა სახელიც მას. კეფა ნიშნავს კლდეს ქართულად. და ბერძნულ ენაში კლდე არის პეტრე. ამიტომ ბერძნულად რომ იწერებოდა ეს სახარება, რა თქმა უნდა დაწერეს იქ პეტრე და არა კეფა. იმიტომ რომ თვითონ ამ სიტყვის მნიშვნელობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი ხალხისთვის საცოდნელი, რომ მას ეწოდა კლდე. ანუ ესეთი მყარი ქვა, ამაზეა ლაპარაკი. ამიტომაც ესე ამბობს პავლე მოციქული, რას მოგახსენებდით, რომ როგორც კეფა თუ კეფას აქვს უფლებაო, რომ თავის ცოლთან ერთად იმოგზაუროს, ცოლი ყავდა პეტრე მოციქულს და ჩვენ სახარებაში ვკითხულობთ, რომ სიდედრე რო ყავდა ცოდად იესო ქრისტემ განკურნეს ეს სიდედრე. თუ კი მას აქვს უფლება ცოლთან ერთად იმოგზაუროსო და რევლისგან შეწეობა მიიღოსო, მე რატომ არ მაქვს ამის უფლება? მეც მაქვს ამის უფლება თან სრულია, იმიტომ რომ მეც ხო ხადაგებო, მეც ხო იესო ქრისტეს სარწმუნოებას გავხდები. ანუ სულ არის ეს თემა. მათ შორის ეს საქმე მოციქულთა დანაჩენს, იმიტომ რომ იქ ამბობს ერთ ადგილას იქ რაღაცა კრება შეიკრიბება იმის გამო, იმიტომ რომ პავლე მოციქული წარმართებში გადაგებს და სხვა ებრაელ მოციქულებს ეშინია წარმართებში გადაგება, რომ ებრაელები ამას ვერ იღებულობენ. წინა დაწვეთილი თუ არ არის ადამიანი, როგორ შეიძლება მას საერთოდ ღმერთზე ელაპარაკო? პავლე ყველასთან გადაგებს და უნდა საერთოდ არ არის წინა დაწვეთა საჭირო. არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს, იმიტომ რომ მორჩა ამის დრო, ეხლა მთავარია სარწმუნოება იესო ქრისტესი. წამდეს, ჯეროდეს იესო ქრისტესი, უნდა მოინათლო წყლითა და სულიწმინდით და ეს ყველაფერი არის სოღოთა მოტივების საწინდარი და მეტი სხვა არაფერი არ არის. ახლა ამაში წინააღმდეგობაში მოდენ, ამ დავის გამო იერუსალიმში კრება შეიკრიბება, მოციქულთა კრება, რომელიც 60-იან წლებში წარმოიდგინეთ, რომ რაღაცა პავლეს ძალიან ეშინია, რომ ამ კრებაზე მას ხარს არ დაუჭერენ, იმიტომ რომ იცის ებრაული ხასიათი. და როტოვებს აღარ მახსოვს რომელი ქვეყნიდან მიდის, სადაც საკადაგებლად იყო და იქიდან რომ მიდის იქ ძმებს ეხოცება, რომ ძალიან მხოლოდ ლოცვებში მომიხსენეთ და ხალხი დიდ გასაჭირში მივდივარ. იცის რომ იქ კრებაზე რაღაცა წინააღმდეგობა იქნება, მაგრამ ამ კრებაზე მართლაც სულიწმინდის მადლით დაადგენენ იაკობ მოციქული უფლის ხორციელი ძმა ხელმძღვანელობს ამ კრებას, რომელსაც ძალიან დიდი ავტორიტეტი ჰქონდა და მისი სიტყვა, ესე იგი, მოციქულების ერთ ხალხს უწევდნენ, როგორც განსაკუთრებულად მოღვაწე და მლოცველ ადამიანს, ძალიან დიდ ხალხს უწევდნენ და მისი სიტყვა ფაქტიურად გადამწყვეტი იყო, რომელიც ამბობს, რომ ის რაც ჩვენ ვერ ვიტვირთეთ, გულისხმობს სჯულის შესრულებას, რომ სჯულის შესრულებით ვიდო და გამართლებული ხავით და რომელმა შევასრულეთ სჯული სრულყოფილად, სხვებს როგორ შეიძლება დავადოთ ისეთი მძიმე უღელი, რასაც ჩვენ თვითონ ვერ ვისრულობთ. ამიტომ დავადოთ მართალს ამბობს, არ არის ეს წინადაცვეთა ავსებული. თავარია აუგზავნოთ სიძვან, უშობა, შეწამენ დამრჩვალს და რაღაცა მძორს და მიეკარებიან და კერთა პარისცემლობას მოერიდონ. აი, მოკლედ რაღაცნაირად ისე ამხების შესახებ რაც შეიძლება ითქვა და ეს ყველაფერი დავა აქედან იყო წარმოშობილი. ასე რომ ეს ყველაფერი ჩვენ მერე როდესაც 21 საუკუნეში ცხოვრობდა ამ ხალხს დახედავ რომ პეტრე და პავლე ასე არიან გადახრაულები ერთმანეთს, გონია რომ ისინი მთელი ცხოვრება ასე იყო.
არა, შემოწმებასა, ეს ასე არ დაიჯერა. ამიტომაც არ შეგაშინოთ აზრთა სხვადასხვაობა, როდესაც ეკლესიაში შეიძლება მსგავსი საუბარი მოისმინა. გარდა დოგმატურისა. თემა თუ არ ეხება ყოველდღიურ წმინდა სამების შესახებ ჯერლობასო, ვიღაცა სხვანაირად ამბობს თუ არა ეკლესია, ან ყოველდღიურ წმინდა ღვთისმშობლის ქალწულებას, ან თემა ზიარებას, ქრისტეს ცეცხლსა და ხორცთან შეხებას, ან ისეთ თემებს, რომელიც უსვალებელი დოგმატია და არ შეიძლება ადამიანის გონებამ დღეს ასეჯობდა და ხვალ ისე აჯობებს, ესე მოიფიქროს. მაგრამ არის საკითხები, რომლებიც შეიძლება გუშინ მუშაობდა, მაგრამ დღეს ახალ მუშაობს და დღეს ახალი სისტემა გვაქვს მოსაფიქრებელი და შესაქმნელი და ამის შესახებ შეიძლება მსგავსი დავა ყოველთვის წარმოებდეს და ყოველთვის ისმენდეს. იმიტომ რომ ეპოქა აბსოლუტურად სხვადასხვაა. ამ ეპოქის სულიც გასაგები უნდა იყოს თქვენთვის და წარმოიდგინეთ პავლე მოციქული რომ ჩადის წარმართებში, როგორ უნდა ელაპარაკოს მათ ერთი ღმერთის შესახებ, რომლებიც მრავალღმერთიანები არიან. და ნახეთ რა კარგ მეთოდს მიაგნებს. ათენის არეოპაგში რო არის შესული, არეოპაგი შესაკრებელია, სადაც გადაწყვეტილებას ღებულა, აი სასამართლოა შეიძლება ისე ითქვას, უზენაესი სასამართლოა ქვეყნისა, შედის და იქ-იქ მთელი ფილოსოფოსები და განათლებული ხალხი და პავლეს ევდება, რომ შენ რაღაცა უსაკადაგებლად ხარ ჩამოსული და რომელ ღმერთზე უნდა გველაპარაკო, იმიტომ რომ იმათ ყველაფრის ღმერთი ყავს აბსოლუტურად. და ყველა ღმერთს აღიარებენ, მეცაც გეტყვით ომში რომ მიდიოდნენ, იცით რა საკეთებდნენ. რომელ ქვეყანაშიც უნდა ეომათ დასაყრობად მიდიოდნენ, იმ ქვეყნის ღმერთს სხვებს წირავდნენ. ეს იყო ჟესტი გამოცხადება იმისა, ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ჩვენ ღმერთებთან საბრძოლველად კი არ ჩამოვედით, რომ ვებრძოლოთ ადამიანებს, რომლებიც ამ ქვეყანაში ცხოვრობენ. წარმოიდგინეთ ასეთი ეკუმენიზმის დღეს რომ არის რა შედარება იმასთან, მაშინ რომ იყო. ყველას და ყველაფერს აღიარებდნენ ისინი. ეუბნებენ, აბა შენ რომელ ღმერთზე უნდა ველაპარაკო და პავლე იწყებს ლაპარაკს, რომ მე შევნიშნეო. თქვენ ძალიან მორწმუნე ადამიანები ხართ. აი როგორი მეთოდია, პედაგოგია, პავლე გასწავლის იმას. იქ რო გამოსულიყო და ეთქვა, რომ თქვენ უღმერთოებოდა, თქვენ მრავალ წარმართებოდა გაუბედურებულ ხალხს. ვინ მოусმენდა მას? ნახეთ რა სასწაულად იწყებს, რომ მე შევნიშნე, რომ თქვენ ძალიან მორწმუნეები ხართ. ეს მორწმუნეები მართლა იქნება, მაგრამ რისი ამას რა გაკეთებს? და მე ჩამოვედი გელაპარაკოთ უცნობი ღმერთის შესახებ, რომლის ქანდაკებაც თქვენს ქალაქში ვიპოვე. მართლა გქონდათ ასეთი უცნობი ღმერთი და ქანდაკება იქ. ამ უცნობ ღმერთზე უნდა გელაპარაკეთო და იწყებს იესოზე ლაპარაკს. ამიტომაც ყოველთვის არსებობს მეთოდი და გზა, რომ ადამიანს შეგიძლია დაელაპარაკო ტკბილად და წყნარად გააგებინო ის, რასაც ჩვენ ვცდილობთ სხვანაირი მეთოდებით. ამისი მასწავლებლები არიან მოციქული. ამიტომაც მოციქულთა ეს სხვადასხვა ნაპირობა ავსებს, მინდა გითხრათ, ფონს პოულობს და კალაპოტი იქ შეავსებს და ერთმანეთთან აი ესეთ საბოლოო ჯამში ესეთ შედეგს მივიღებთ, როდესაც ქრისტე ჩნდება მათთან. და ქრისტე როდესაც გაჩნდება სწორედ ასე ჩვენთან, ჩვენს ქადაგებაში, ჩვენს ცხოვრებაში, სწორედ მაშინ იქნება ჩვენი ცხოვრებაც მიმსგავსებული მოციქულთა ცხოვრებას. მინდა გითხრათ ჩემო ძვირფასებო, პეტრესა და პავლეს ესეთი განსაკუთრებული ღვაწლი მაინც რაში მდგომარეობს, რატომ აღვნიშნავთ ჩვენ ამას ესეც ალკი. აი დღევანდელი სახარება ეს არის მე მინდა გითხრათ დაიმახსოვროთ მე-16 თავის მე-13-დან მე-19 მოხდის ჩათვლა. ეს სახარება თქვენ უნდა იცოდეთ. რატო უნდა იცოდეთ, იცით? როდესაც სექტანტები ველაპარაკებიან ხოლმე რაღაცა გარკვეულ თემებზე, ამ სახარების აი ამ მუხლებზე არასდროს არ ლაპარაკობენ. არაწყობს. ამიტომ გელაპარაკებიან ყველაფერზე გარდა ამ მუხლებისა, რაც ჩვენ დღეს წავიკითხეთ. იმიტომ რომ ერთ-ერთი იეჰოველი შეხვდა და რაღაცაზე გამომელაპარაკა, რომ მე ტელეფონები გავწოდეთ, ეს იქხდებოდა ხოშე. მე დავიწყეთ მიმოწერა და მე აი ამ მუხლების გამეორების მეც არაფერს არ ვიყავ. ის ცდილობდა ყოველთვის რაღაცა ძველი ახლის მუხლები. მე ვეუბნები, რომ კაცო ახალ ახალს ხომ აღიარებში. კიო, იეჰოველი ეს ადამიანი. ნუ თავის თავს უწოდებდა იეჰოველი. იეჰოველი ჩვენ ვართ ესე უწოდებდა. და უწოდებდა თავის თავს. წერს რაღაცებს ზედათან. მე წერ ამ მუხლებს. ის მოწე აი ესე ჯიუტად წერდი ამას. ვერ გაგცემს ამაზე პასუხს, იმიტომ რომ ამას თუ ახალ ახმას თუ ცნობ, მაშინ ეს მუხლები უნდა ამოაგდო, იმიტომ რომ მათ პირდაპირ ესეთი რამ წერია. ვინ გონი ვარ მე ხალხს? იესო ქრისტე კითხავს. მოციქულები ამბობენ, რომ ვიღაცას გონი ხარ, რომ ელია წინასწარ, ვიღაცა ამბობს, რომ იოანე წინასწარმეტყველი, ნათლისმცემელი აღმგამქორეთით. აი თქვენ ვინ გონი ვართ ეკითხება. და პეტრე მოციქული ყველას მაგივრად პასუხობს, რომ შენ ხარ იესო ძე ღვთისა. ქრისტე ძე ღვთისა. ქრისტე ნიშნავს ცხებელს, ანუ მირონცხებელს.
ანუ მხსნელს გადამრჩენებს ესე ყველა სიტყვა მიესადაგება ყველაფერს და ამის შემდგომ ნახეთ მაცხოვარი რას პასუხობს გეტყვი შენო სიმონ ბარიონა ანუ იონას ზეო რომ შენ ხარ კლდე და ამ კლდესაზე და აღვაშენო ეკლესია ჩემი და ჭენი ჯოჯოხეთისანი მას ვერ მოეღებია თქვენ როგორ ვფიქრობთ პეტრე მოციქულზე აშენა მან ეკლესია არ დაიჯეროთ ეს ამბავი პეტრე მოციქული არ გაშუაშება ამ აღიარებაზე აქვს აშენებული ეკლესია რაც პეტრემ აღიარა ეს არის ეკლესია რომ იესო ქრისტე არის ძე ღვთისა გამომხსნელი ჩვენი წოდოდებებისაგან აი ეს აღიარება გახლავთ სწორედ ის კლდე რომელ კლდესაც ვერ შეარყევს ვერანაირი ქართეხილება თორემ პეტრე მოციქულზე კი არა რატო გეუბნებით ვარა იქვე ეს სახარება თუ ბოლომდე წაიკითხავთ ამბავს იცით რა წერია ამის შემდგომ მაცხოვარი იწყებს ლაპარაკს რომ მე წამეყარე და ჯვარცმოცვენე და საშინელი წამებით მომკლავე და პეტრე უნება არქნა მაგით და მაცხოვარი იქვე უნება განვეთ ჩემგან სატანაო იქვე ჯერ ეუბნება რომ კლდე ხარ და შენზე უნდა ვაშინო ეკლესია ეხლა უნება განვეთ ჩემგან სატანაო აი ესეთია ჩვენი მდგომარეობა სანამ ჩვენ ხორცში ვიმყოფებით იმიტომ რომ ხან ესეთი აქტუალებული მორწმუნეები ვართ და ხან კიდევ უკიდურესად დაცემულია ჩვენი გზნობები და ფიქრები და მიდრეკილება ამიტომაც პეტრეზე და კონკრეტულ პიროვნებაზე კი არ არის ლაპარაკი ვინც ამას აღიარებს ის უკვე ეკლესია ამის შემდგომ კიდევ ერთ რამეს ეუბნება საინტერესოს და მოხსნე შენ კლიტენის სასუფევლისანი პეტრე მოციქულს ეუბნება და რა თქმა უნდა მისი სახით ყველა მოციქულს ეკლესიას ანუ ეკლესია ხომ და არის ამ სიტყვით რომ შენ ხარ ესე იგი ეკლესია და ამაზე ამ სიტყვებზე აშენდება ეკლესია ეს სიტყვები თუ ეკლესია ამ სიტყვების ამღიარებლებს ჩააბარა მოდი ასე ვთქვათ გასაღების სასუფევლისანი ვისაც შეკრული იქნება და ვისაც გახსნილი იქნება ამიტომაც ერთ-ერთი სექტანტი ამაზე პასუხს ვერ იძლევა რომ ეკლესია საჭირო არ არის მოციქული საჭირო არ არის იესო ქრისტე ღმერთი არ არის ვერცერთი ამას ვერ ამბობს ამ სიტყვებზე ვერ შეგეკამათება ამიტომაც უნდა იცოდეთ სახარება რომ ვამბობთ რომ იეღოველები ჯობიან ლაპარაკში იმიტომ ჯობიათ რომ არ იცით ეს სახარება მეტი სხვა კი არაფერი ეს რომ იცოდეთ ეს უხლები ეს მიწევნით მაშინ ვეღარ გაჯობებთ თქვენ ამ საუბარში და ნახეთ რა საინტერესოა მაინც დღევანდელი გარემოება 21 საუკუნე რომ არიან ადამიანები რომლებიც ამას არ აღიარებენ არ უნდა არ ცნობენ არიან ადამიანები რომლებიც აბსოლუტურად სხვა ცხოვრებით ცხოვრობენ მაგალითად არის საზოგადოება რომელიც ამბობს რომ უნდა დავაკანონოთ აბორტი ვიღაცა ამბობს რომ უნდა დავაკანონოთ ერთსქესიანთა ქორწინება ვიღაცისთვის კიდე რაღაცა სხვა უბედურება არის ჩვეულებრივად მისაღები მაგრამ აბსოლუტურად ყველა ამ საზოგადოების წარმომადგენელი ცდილობს რომ ეკლესიას აღიარებინოს ეს ყველაფერი და რატომ ცდილობს ამას ეკლესია ხო არავის არ ეძალადება ეკლესიამ გამოაცხადა რადგანაც ჩაგვარდა ბატონო ეს გასაღები ღმერთმა მოგვანდო იმ ადამიანებს ვინც იესო ქრისტეს აღიარებენ ხსნელად მოგვანდო ეს კლიტენის სასუფევლისანი ჩვენ ხომ არ მოვდივართ ახლა და არ გაგძახით თავზე რომ მე შენთვის ჩავკეტავ ამ კარებს მე უბრალოდ ვამბობ რომ აბორტი ცოდვა და რატომ ცდილობს თუ კი ის არ აღიარებს ჩემს ეკლესიას თუ კი ის არ აღიარებს ქრისტეს ღმერთად არც ის მიაჩნია რომ მე მაგარია ეს კლიტენის სასუფევლისანი ну მე ამ შემთხვევაში პირობითად ვამბობ რატომ ცდილობს რომ იძალადოს ჩემზე რომ აღიარებინოს რომ აბორტი ცოდვა არ არის ვერ ეღირსებიან ამას ეკლესიის მხრიდან ცალკეული და ერთეული პიროვნებებისგან შეიძლება მიიღონ ეს აღიარება მაგრამ ეკლესიისგან ამ აღიარებას ვერასოდეს ვერ ეღირსებიან და ამას ცდილობენ ერთადერთი მიზანდასახულებით თვითონაც ვერ აცნობიერებენ ამას რომ შინაგანად ყველა ადამიანში არის რაღაცა ნაპერწკალი სიკეთისა და ეს ნაპერწკალი ჩვენში სინდისის ხმის საშუალებით ლაპარაკობს ამიტომ მოსვენება აქვს დაკარგული ადამიანებს რომელმაც ჩაიდინა ესეთი ცოდვა და ასეთი ცოდვით ცხოვრობს და აგრძელებს დღესაც ცხოვრებას მას უნდა რომ შენ აღიარო რომ ის უცოდველი რატომ იმიტომ რომ შეიმსუბუქოს ცოტა მდგომარეობა რომც აღიარო ეკლესია ეს მეთქმა დაგვიპაროს იცოდეთ რომ მათი მდგომარეობა მაინც არ შეიმსუბუქდება არანაირად იმიტომ რომ მაინც ეხნებათ ეს შინაგანი შფოთვა მაგრამ ცდილობა ამისი ეხლა ამ კუთხითაა იმით კი არა რომ მე ცოდვას დავანებებ თავს და იქნება ამან დამამშვიდოს გავთავისუფლდე ამ შინაგანი დროინვისაგან არანაირად არ ფიქრობენ ამას ფიქრობენ სხვადასხვა რომ აი ეკლესია ხედავთ როგორი საშინელია სასტიკია ჩამორჩენილია 21 საუკუნეში რეებს ლაპარაკობს ადამიანების თავისუფლებას ზღუდავს
სად გინახავთ, ვისთვის დაგვიდია ხელგორგელი ჩემო ძვირფასები, ვისთვის გითქვამ, გინდათ ბატონო ასე ცხოვრება, კი რა გავაკეთო, კი რატომ გინდა იცხოვრო, მაგრამ მე რატომ მაძალებ რომ ვაღიარო ის, რაც ჩემთვის არ უსწავლებია იესო ქრისტეს. ამიტომაც გახლავთ მოციქულობა იმ პერიოდში სწორედ ისეთი, როგორიც იყვნენ პეტრე და პავლე, იმ საჭიროებიდან გამომდინარე, უცნობ ღმერთზე რომ ლაპარაკობდა პავლე მოციქული. და აი ესეთი გახლავთ მოციქულობა თანამედროვე სამყაროში, რომ ვერავინ ვერ გვასწავლის ჩვენ, ვერც უცხოთ შემწყნარებლობას, ვერც ადამიანთა სიყვარულს, ვერც საზოგადოების რაღაცა მიღებას, კარგი ყველასთვის ღია, მაგრამ უითხოვენ ჩვენგან იმას, რაც შეუძლებელია რომ ეკლესიამ გააკეთოს. და თუ ვინმე ამას გააკეთებს, ის ეკლესიის გარეთ ავტომატურად დააყენებს თავის თავს, იმიტომ რომ ეკლესიაშია შენახული თვითონ ეს სწავლება სახარების ამ გადმოცემის სახით, რომ შენ ხარ ქრისტე ძეღთისა და ამ აღიარებით ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ ეკლესია და მოგვენიჭა კლიტენის სასოფლისანი ამ შემთხვევაში მოციქულთა სწორ საზოგადოებას, ჩვენ დაუმთავრებსა და საუნდობლობას. გალოცვილი, გახარებული გამყოფო ღმერთმა, მინდა გისურვოთ, წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ლოცვით ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს ჩვენი ქვეყანა. ამინ. ხვალ